პირდაპირ ეთერში პოსტსკრიპტუმ და სტუდიაში დავით კიკალიშვილი აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. მითი ოქროს საწმისა და უძველესი კოლხური კულტურა მსოფლიო განძია და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო ევროპის არა მხოლოდ ორგანული ნაწილი, არამედ ამ ცივილიზაციის ჩამოყალიბების დასაბამებთან დგას. სტოკჰოლმში ეს ნათლად დაინახეს იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ახლა ევროკავშირის თავმჯდომარეა. კვანცა სუთიძე შვედეთიდან. სტოკჰოლმი ეს არის ქალაქი, სადაც მსოფლიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მუზეუმი და გალერეა. ერთ-ერთი უდიდესი მნიშვნელობით, როგორც მასშტაბით, ასევე შინაარსობრივად ხმელთაშუა ზღვისპირეთის მუზეუმია, რომელშიც დღეს ქართული ოქრო გამოიფინა. უამრავი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა გახსნას, ჩვენ ვესაუბრეთ მათ და შთაბეჭდილებები ძალიან დიდია. ყველა აღნიშნავს, რომ ასეთი ანტიკური სიძველის მიუხედავად არის აბსოლუტურად უნიკალური ნაკეთობები. როგორ ეცნობა მსოფლიო ქართულ ოქროს, შეგიძლიათ ჩვენს რეპორტაჟში ნახოთ. ქალაქი თითქმის სულ ნაცრისფერია, მით უმეტეს წელიწადის ამ დროს. მზის ოქროსფერი სხივები არასდროს ანათებს, მაგრამ სტოკჰოლმის ცენტრში ნახავთ უამრავ აფიშას წარწერით ოქრო. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა ახლა შვედეთის მუზეუმში ბრწყინავს. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს მედია საქართველოდან, ანუ ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები დახვდათ. კულტურულმა მემკვიდრეობამ გერმანია, საფრანგეთი, ამერიკა, ინგლისი და საბერძნეთი მოიარა და მილიონზე მეტმა ადამიანმა ინახულა. ინტერესი შვედეთშიც დიდია. ეს ძალიან მომეწონა, უძველესია და თან თანამედროვე ამ ყელსაბაბს ახლაც გაიკეთებ. პირველი იდეა, რაც თავში მომივიდა, ისაა, რომ იმ დროისთვის თქვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებთან შედარებით კულტურულად ბევრად უფრო განვითარებული იყო. ცხინვალე, პერევი, ნიკოზეთი. წინა გამოფენებისგან განსხვავებით შედარებით დიდი სპექტრია წარმოდგენილი. ადრე თუ მხოლოდ ვანის ოქრო იფინებოდა, ახლა განძი მთლიანად საქართველოს მოიცავს. გამოფენილია კოლხური ბრინჯაოს კულტურა, რკინის სამუშაო და საბრძოლო იარაღები, საირყის ოქროს სამკაულები და ოქრომრავალი კოლხეთის აღმოჩენები. ხედავთ, არის ნიმუშები, რომელიც თითქმის 4000 წლის არის და ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპული, განსაკუთრებით მედიტერანული ცივილიზაციის ნაწილი. სიმბოლური და სასიამოვნოა, რომ ეს ემთხვევა იმ დროს, როდესაც შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს ექსპოზიცია სტოკჰოლმის და საქართველოს ეროვნული მუზეუმების ერთობლივი იდეაა. გამოფენა ასევე ქართული სეზონის ნაწილია, რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტრო მსოფლიო მასშტაბით ატარებს. მრავალხმიანი სიმღერა უცხოელებისთვის ოქროს შემდეგ მეორე აღმოჩენა იყო. ჩვენ კი იმან გაგვაკვირვა, რომ მრავალ ჟამიერს ასე შვედები მღერიან. დოლურის წევრებს ქართულად საუბარი უჭირთ, სიმღერა არა. ასევე მეცადინეობთ ენის გასატეხებით, მაგრამ თავარი არა გამოთქმა, არამედ სიმღერის დიდი სურვილი. იოჰანსონი საქართველოში სამოგზაუროდ ყოფნისას ფოლკლორით მოიხიბლა. სიმღერების შესწავლა გადაწყვიტა და გუნდი შექმნა, სადაც 5 შვედი და 1 ქართველია. ვასწავლი ახლა როგორ არის სიტყვების გამოთქმა და კაცურა. საქართველოს გამარჯვებას. მუზეუმი, სადაც ქართული ოქრო ინახება, ყოფილი ბანკის შენობაშია. ექსპონატებს ახლაც რკინის უზარმაზარი კარები იცავს. ერთადერთი ახალი 100 წლის ნივთი აქ ბანკის დამფუძნებლის სურათია. დანარჩენი მინიმუმ 20 საუკუნით თარიღდება. საქართველო არასდროს არ ჩამორჩებოდა მსოფლიოს რიტმს. არის პატარ-პატარა ბერძნულ-რომაული მსგავსებები. აი ეს მედუზა ძალიან საინტერესოა. შავი ზღვის სანაპიროზეა ნაპოვნი. აქ ბერძნული გავლენა იგრძნობა. ეს მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარეა. აქ კვიპროსში აღმოჩენილი 2000-ზე მეტი ქანდაკება ინახება. ქანდაკებების მთელი კოლექცია შვედმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, ამიტომ კვიპროსმა სტოკჰოლმს გადასცა. ასევე მუდმივ ექსპოზიციაშია უძველესი ეგვიპტე პირველი პარფიუმერული ნივთებით და სამაგიდო თამაშებით. შედარებით გვიანი ისლამური ნაკეთობები, ბერძნული და რომაული კულტურის ნიმუშები. ამ შენობაში არ ინახება შვედური ოქრო, საგანძურის ნახვა მხოლოდ ისტორიის მუზეუმში შეიძლება. სიძველით არ გამოირჩევა, მაგრამ თითოეულს საინტერესო წარსული და ლეგენდა აქვს. მაგალითად, არსებობს მითი, რომ იყო ბეჭედი, რომელსაც ბეჭდების მბრძანებლის მაგიური ძალა ჰქონდა. ძველად სჯეროდათ, რომ თუ ნივთებს სიცოცხლეში შეინახავდი, სიკვდილის შემდეგ მოიხმარდი. ამიტომ მალავდნენ ოქროებს.
ნახეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 50 წლის წინ მიწის დამუშავებისას იპოვა ერთმა ფერმერმა. არის ცოტა ოქრო რომ იყო და ბავშვებს მისცა სათამაშოდ. შემდეგ კარი გაუფუჭდა და საკეტად ხმარობდა. იმისთვის რომ მოპედი შეეკეთებინა, ცოტა მოაჭრა კიდევაც ოქროს. სინამდვილეში კი ეს ძალიან ძვირფასი ნივთია. შვედურ საგანძურში უმეტესად მყარი ნაკეთობებია, ერთი ჯაჭვი 7 კილოგრამსაც იწონის, მაგრამ არის ციფრიფანა დეტალებიც. დათვალიერება აუცილებელი რიტუალით სრულდება. თან სურვილი უნდა ჩავიფიქრო? დიახ, ოღონდ არავის უთხრათ და აუცილებლად აგისრულდებათ. საქართველოზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად დავით ლორთქიფანიძეს ლექციის ჩატარებას მუდმივად სთხოვენ. თმანისის აღმოჩენების შემდეგ ინტერესი არ ცხრება და ყველა შეკითხვა პირველ ევროპელებს, ზეზვას და მზიას ეხება. შვედეთის ბუნების ისტორიის მუზეუმში უკვე არის საუბარი იმაზე, რომ დმანისის აღმოჩენების ასლებმა საგამოფენო ადგილი დაიკავოს. ფიქრობ, ხალხს დააინტერესებს პირველი ევროპელების ისტორია და წარმომავლობა. ახალ ექსპოზიციამდე კი ქართული კულტურის გასაცნობად შვედებს 2 თვეზე მეტი აქვთ. მედიას ოქრო სტოკჰოლმში 14 თებერვლამდე დარჩება.